What's up YouTube? Salami ყოველს ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ ბიჭები დღეს იქნება მაგარი საინტერესო პოდკასტი, ვინც ხართ მასის, ძალის და მაქსიმალური ისეთი ფიზიკური პერფორმანსის უფრო ესე ვთქვათ მოყვარულები დღეს ვილაპარაკებ, რაც დაინახეთ ფაქტიურად ზევინა ყდაზე YouTube-ზე, Eddie Hall-ზე, რადგან იმ დღეს ცოტა რაღაც სიტუაცია რაღაც გამეჩიტა, ჩემმა ერთმა მეგობარმა ჩამიგდო რაღაც ისეთი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ინფორმაცია ეს კონფიდენციალური ხა ის ვარიანტში საჯაროდ აქ არ გავავრცელებ, მაგრამ ვიტყვი ცოტა ორიოდე სიტყვას მაგის ციკლზე ფაქტიურად, რასაც ეგ როგორც ისეთ შიდა ვარიანტში გავრცელდა, რომ ეგ იყენებდა მაშინ 2016 წელს, ვილაპარაკებ პირველად ფაქტიურად 500 კილო 500 კილო ახლა ნახევარი ტონა ისეთ ციფრი არის, რომ კი, შთამბეჭდავი და ძალიან დასამახსოვრებელი ალბათ ვიტყოდი იმ ვარიანტში, რომ ფაქტიურად ალბათ მიახლოებით ერთი 15 წლის წინ 400 ხა ეწეოდნენ 400 კილოს ალბათ, რავი, ერთეულების ვაფშე მსოფლიოში და ფაქტიურად 500 კილო იყო რაღაცა უბრალოდ კოსმოსის დონე, მაგრამ ნახავთ რომ განმავლობაში ძალიან მალე ჩემი ვარაუდით ერთი 525-530-აც ვნახავთ, მაგრამ ვილაპარაკებ Eddie Hall-ზე ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, რადგან ინფორმაცია ვაფშე არ არის, ანუ რაღაც რასაც ახლა პოულობ, ინფორმაცია რაც იმინა სტეიკებში ეხება მაგ სიტუაციაზე ვაფშე არაფერი არ არის. რაღაც ერთ საიტს მივაგენით, რაც წერია რომ ვითომ გამოიყენებდა კვირაში 500 მგ ტესტოსტერონს, რაღაცა დაბალ რაოდენობა ტრენს და ოქსიმეთოლონს. მე წვეთში მაგ სიტუაციის არ ამჯერა. ვიტყვი ესე იგი რაღაცა ჩემს ცოტა რაღაცა მოსაზრებას და საინტერესო პახვდუ რაღაც ისეთ ხრიკებს გაგიზიარებთ, რაზეც ფაქტობრივად ბევრი არ ლაპარაკობს და ინფორმაცია ამაზე ბევრი არ არის. პირველ რიგში ვიტყვი იმ სიტუაციას, რომ ეხლა ამ მომენტში სოფლიოში თუ მივასაუბარი საამაყო იყო, უნდა ითქვას, რა თქმა უნდა, ხაზგასმით ჩვენი ქართველის კოტეს ფაქტიურად 400 რაოდენობაზე, ეგ პიზდეცი იყო მაშინ. მე ხა მაშინ ფაქტიურად ტრამვები ქონა ნაკლებად, მაშინ იყო კოტე ფორმაში. ეგ იყო რაღაცა ფანტასტიკური შედეგი მაშინ. 400 კილოსი რაოდენობაზე. თუ არ ვცდები, იყო 5 თუ 6. მოკლედ ეგ ერთი ნიუანსი. მეორე ნიუანსი იმას ახსნი, რომ მაინც ახლა ჩემთვის რაღაცნაირად უფრო თუ მივასაუბარი სამჭირის კუთხით და დედლიფტის კუთხით, ალბათ იქნება უფრო კოლტონი ნომერი 1. და ახსნი ნიუანს რატო. Eddie ემზადებოდა ფაქტიურად მხოლოდ იმენა წიაგისთვის, როცა გააკეთა მაგან ეგ რაღაცა გარკვეული რეკორდი. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მეორე მნიშვნელოვანი რაც კი არ გავაჭიროთ საქმე, ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩემი რაღაცა გარკვეული ძალისმიერი რეკორდი, რაც მაქვს მე გაკეთებული, ეგ არის უფრო მაშინ, როცა ვიყავი წონით მიახლოებით 102-103, შეიძლება даже 104 კილო. ეხლა ვარ მიახლოებით 96 კილო, ну აი არა რა, აი 96-97 კილო არ და ვატყობ რომ მაინც ვერ არის ის, იმიტომ რომ მაინც ფიზიკურ პლანს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩვენ უყურებთ თქვა რაღაცა გარკვეულ რეკორდებს. მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა ვიღაც ტიპი რომ გამოდის და რომელიც არის ეხლა მიახლოებით 200 კილო და თან რა ვიცი თქვა ავიღოთ Eddie Hall იყო თუ არ ვასწრები 196-დან 200 კილომდე როცა ემზადებოდა მაგ დედლიფტის ამოწევას რა და ისეთი სიტუაციაა რომ მაქსიმალურად ეხლა 200 კილო ტიპი და ტიპი რომელიც არის 125 კილო ეგ არის რადიკალური განსხვავება ეგ ერთი, იმიტომ რომ უახლოებით მიახლოებით უხეშად არის 70 კილო არის ზონაში სხვაობა. ეგ ერთი ნიუანსი. მეორე ნიუანსი ხა რაც არის ფაქტიურად, ალბათ იმას ვიტყოდი, რომ როგორც კი არ გავაჭიროთ საქმე, მაინც კოლტონმა ეხლა შეჯიბზე გაიარა, ესე იგი პრისიდანია გააკეთა, სულფასონად 3 მისვლა გააკეთა მძიმე. ანუ იქ ხო ხვდებით ახლა შეჯიბზე ვინც მიდიან, იქ მიდიან პრე 95 და 100 და ზოგი რეკორდსაც ცდილობს ფაქტობრივად გააკეთოს, ანუ დაპირისპირება და იქ ენერგო რესურსი რაღაც გარკვეული ელემენტის გათვლილია. ფაქტიურად გააკეთა ტიპმა ბუქნები 3 მისვლა, სკვათები, მერე გააკეთა ბენჩი და შესაბამისად ეგ 500 კილო რაც ამოწია ფაქტიურად ტიპმა, ამოწია ორჯერ. თან შესვენება მიახლოებით 1-5 წუთით, ალბათ 5-10 წუთით რა და ბაზარი არ არის, ხა ზოგი იტყვის შეიძლება რომ შეიძლება იქ თქვათ რაღაცა ვარიანტში სუმო და კლასიკური განსხვავდება. კი, ვიტყოდი რომ განსხვავდება უფრო აი სუმო უფრო ტექნიკური მომენტია, უფრო ბევრი ნიუანსები არის, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ჩემთვის უფრო კოლტონის თემა, იმიტომ მომწონს რომ სამჭირის თქვათ შეჯიბზე გააკეთა, ეგ შედეგი ეგ არის ერთი ნიუანსი. მეორე ნიუანსი არის ის, რომ Eddie თან ლიამკებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ხა ლიამკები გვეხმარება, ხა მე ლიჩნად მაგალითად მე როცა ვაკეთებ ხომ წიაგას
ლიამკება შემომწეს მიახლოებით ცხოვობა 1.5 კილო რა და ეგ გარკვეული ნიუანსები არის, ეგ არის ჩემი გარკვეული მოსაზრება. პლუს როგორც თქვი, ფიზიკური წონა, კოლტონი ხლა არის 125, ის იყო ედი იყო 200. კიდე ახლა გარკვეული როგორ ნიუანსი არის, რაც ვიტყოდი, როგორ ვარიანტს ხლა. ედი ჰოლიო ლეგენდაა, მანდ ახლა რა თქმა უნდა ბაზარი არ არის და აღნიშნავ სიტუაციას, რომ ასეთ ტიპები იბადებიან სამყაროში, რა ვიცი, ალბათ 0.1 ალბათ 0.1% რა. ახლა ედი არის, ახლა რეალურად ედი ჰავტორი ხა ვისაც ჩვენ ხედავთ და რაღაცა. ეგენ არის გენეტიკური მუტანტები. ჩვენ მაგათ სიტუაციას რომ მივბაძოთ ან აი ბევრი წერს ხოლმე გამოწერო გიო აი იმის იმას ვჭამ, იმის კვებისაციონს ვიცავ და რაღაცა. არა, აი ვაფშე ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია, ნუ. ჯერ უნდა აღვნიშნოთ ის სიტუაცია, რომ რაც ახლა ჩვენ კვებისაციონები და რაღაცა კვების თემები გვაქვს ნახი ედი ჰოლის. ნუ საღოლ პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ მაგის ფერმენტატულ სისტემას, იმიტომ რომ ყოველ თქვა ამ მომზადების პერიოდებში და ეს 10000, 12000 და 15000 კალორიებია რა, არ ვიცი, ალბათ აი კუჭი უნდა ქონდეს რაღაცა პროსტო ბრონირებული, რომ ანუ ეგ ადამიანი როგორც სტრუქტურულად არის ჯანზე და აქვს მასეთი ხა რა ვიცი, ესე შევა ითქვას მყესების ახსები, მაგის გარდა კიდე გზად რო არ აქონეს ძალიან ჯანმრთელი ფაქტიურად კუჭა-ყავის სისტემა, ანუ როგორც კიდე რას კიდე არ მიუყვეთ, მაინც ყოველთვის თუ მივა საუბარი რაღაცა თქვა ძალისმიერ პერფორმანსზე, კალორიებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი უზომოდ დიდი მნიშვნელობა, რომ აი არა გაქვს ლიმიტი ფაქტიურად იმ ვარიანტში, რომ რამდენსაც გინდა შეჭამ საჭმელს და კალორიები ხა პროფიციტი კალორიების რეალურად ძალას იძლევა. მაგრამ ეგ პროფიციტი შესაბამისად რომ მოხდეს ეს ვარიანტში სულფასონა, თუ ფერმენტატული სისტემა კარგად არ მუშაობს და კუჭი ეს ვარიანტში თქოს ვერ ინელებს, ვერ მოხდება მაგის ვარიანტი. ეხლა ედის როცვეთში ეყოლებოდა ყველა საუკეთესო პირობა, ეხლა როგორც შეიძლება ითქვას ფარმაკოლოგიის კუთხით, ესევე კვების კუთხით და რა ვიცი, გინას თქვა ნუტრიციოლოგიის კუთხით. მე ვიტყვი რაღაცა ჩემს გარკვეულ მოსაზრებას, რაც თქვა თქვენ მიჭები გამოგადგევათ ეხლა და ედი ხოლმე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაგაზე არ არის. რაც ყველაზე მთავარია, ეხლა ვიტყვი იმას, რომ მე არასდროს რაღაცა თქვა სტერიკებს თუ ეხები სარეკომენდაციო ეგ არა, ეს ეხლა ვლაპარაკობ უბრალოდ რაღაცა გათვითცნობიერების მიზნით და აღვნიშნავ როგორ ნიუანს. გამორიცხულია რაღაცა ნორმალური კოსმოსური შედეგები გააკეთო, რაც შეეხება თქვა აი თქვა გინათ strongman-ს, ან გინას თქვა გინაც აი სამჭირის ვარიანტს ნანდროლონის გარეშე, იმიტომ რომ ნანდროლონი რო იძლევა რაღაცა გარკვეულ სიმყარეს მყესებში და იძლევა რაღაცა გარკვეულ აი შეზეთვას და დასმასკვას ეს ვარიანტი რო თქვა პრიმიტიულ ენაზე სახსებისას სხვა ალბათ არც ერთი სტერიკი მაგას არ აკეთებს. აი გინაც რო ავიღოთ თქვა გრძელი ეფირები რო ავიღოთ ტესტის მაგალითად ციპიონატი გინაც ენათატი და გინაც თქვა აუშვოთ მაღლა ესტრადიოლი. ბაზარი არის ცოტა რაღაც სახსებში გიგზნობ უფრო რაღაც კომფორტს, მაგრამ როგორც აი თქვა ამატებ რაღაც დაბალ რაოდენობა ნანდროლონს, ჩემ თავზე შემიძლია თქვა, რომ ეგრევე აი მიახლოებით 2-3 კვირაში უხეშად შედეგი ვაფშე რადიკალურად სხვანაირად ფაქტიურად ის ვარიანტი შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი გრძნობს თავს. ჩემი ყველა ძალისმიერი ფაქტიურად შედეგი რაც მაქვს გაკეთებული კი დაბალი რაოდენობით ფინილ ნანდროლონ ფინილპროპიანი მქონდა ხოლმე მიახლოებით 150 მგ მაინც კვირაში და ამას გარკვეულად ვამობ. კიდე სხვა ნიუანსი ახლა ლიცისთან იცით თქვენ რომ მე ადრე მაქვს ფაქტობრივად პირადში ნალაპარაკები ძალიან ბევრი და კი ოღონდ იქ დოზირებებზე თუ მივა საუბარი რაღაც გარკვეულად ნანდროლონზე იქ არაფერს განსაკუთრებულს და რაღაც ჯადოსნს არ გამოიყენებენ, რომ თვითონ სტერიკები ძალიან ბევრიც არ არის. აი შეიძლება ითქვას რომ ალბათ უხეშად რაც პოპულარულია ალბათ არის მიახლოებით 7-8 პრეპარატი რა უხეშად და მაგას კლასიკურად გამოიყენებენ ვისაც ჩვენ ხა უყურებთ იქ strongman-ზე ვინც შედეგებს აკეთებენ და რაღაცა უბრალოდ დოზირებებზეა საუბარი ეგერთი რა და ადამიანს კიდე წლების განმავლობაში როგორ აქვს მოცვეთილი ორგანიზმი. წლები როცა ადამიანი არის ძალიან მაღალ ესე დატვირთვებზე რა ინტენსიურზე როგორი გინდა გენეტიკური მოსტის აიყოს მაინც მე რაღაც ადაპტაციური პროცესები ფაქტიურად უფრო ნელდება ხდება მე რაღაცა გარკვეულად უფრო ტრავმის ვარიანტები და ორგანიზმი ესე ვთქვათ ცვდება. ანუ არა ეს ორგანიზმი გათვლილი სისტემატურად ახლა წლების რავი 10 წელი 15 წელი მაღალ ინტენსიურ დატვირთვებზე ეს შედეგები აკეთო რა და სტერიკები კლასიკურად უბრალოდ მე ვიტყვი როგორ სიტუაციას. ედიზე თუ მივა საუბარი კიდე ბევრჯერ მithქვია რომ აი არის ვთქვათ კატეგორია ხალხი ვისაც ვთქვათ რეცეპტორებიდან გზნობიალობა რაღაცა გარკვეულად სტერიკების და რა ვიცი ანდროგენების მიმართ აქვს მაღალი. ანუ ზოგი არის რო ვთქვათ აი რასაც ქვიან ნორმალურად გრძნობს ფარმას რა. ანუ ზოგი არის რო ვთქვათ აი უფრო მეტი დოზირება უნდა რადგან გზნობიერობა აქვს დაბალი. მაგაში უნდა გაგიმართლოს ეგ ნიუანსი. მეორე ნიუანსი ხა იმას ვიტყვი რომ აი კვების ვარიანტს თუ მივა საუბარი, კვებაზე თუ მივა საუბარი, მაგხელა ეხლა რაციონის ვთქვათ აი რეალურად შერგება ვიტამინი E-ის გარეშე, ინსულინის გარეშე, აი დიდი ალბათობით მეცვეთში არ ამჯერა. ამიტომ მე ვფიქრობ რომ აი
ძალიან დიდი ალბათობით მაგას ინსულინი ჰქონდა გამოყენების მომზადების პერიოდში და ეგ არის რა თქმა უნდა სწორი კიდევაც, იმიტომ რომ ალბათ ძალაზე თუ მივასაუბარი და აღდგენაზე თუ მივასაუბარი, ყველაზე მაგარი, даже ვიტყოდი რომ იმინა ცვეთში სტერიკებზე მაგარი არის იმინა ინსულინი. ვიცი ცვეთში გამომისრია უამრავ კლიენტურას თქვა გამოგვიყენებია და რეალურად ვიტყოდი რომ აღდგენის ვარიანტში ნომერ 1 იქნება იმინა ინსულინი რა და უბრალოდ მაგის გამოყენება ხო კი ბატონო მაგაზე ხა ბევრი სტერეოტიპია ძალიან რომ აი გადავარდა მოკვდა ის ვერ მიასწრო რაღაცეები ინსულინი საერთოდ არსებობს ბევრნაირი არსებობს даже გრძელი ლანტუსი რომელსაც რა ვიცი გადავარდნილი და გამოვარდნილი და даже გიპოს დაჭერა არის უზომოდ რთული ინფორმაცია არის გავრცელებული ტყუილად მეტწილად ინსულინზე ცუდი იმით რომ ჩემს პრაქტიკაზე შემიძლია ვთქვა ადამიანს თქვა ეუბნები რომ უნდა შენ გაიკეთო 5 ერთეული, 5 ერთეული ლანტუსი, უხეშად, 5 გრძელი ინსულინი. რომელსაც დაიჭირ გიპოდეს და ძალიან რთულია. და უბრალოდ 5 ერთეულს ეუნე ინსულინის ნემსით 5 ერთეული და რა ვიცი თქვა მე ის ვარიანტი გადამოწმება ხომ მიყვარს მაინც და ხედავ ინსულინის ნემს ფაქტიურად 50 ერთეულს 50 ანუ 50 რო წერე ეს ხო 5-ია ბევრს ეშლებას დისჰორმონში ანუ მაგალითად დისჰორმონს როცა ვამოთხოვნე კლასიკურად ჩვენ რომ 1 ერთეული ინსულინის ნემში ეგ უნდა მოვიყოთ 10 რო წერია და 10 ეგ სიმართლეში რატო ქვია მაგ ინსულინს თვითონ ინსულინის ნემსი იმიტომ რომ ინსულინისთვის მოხმარებისთვის არის გათვლილი და ინსულინზე რო იქ აწერია რომ 10 ის არის 10 ერთეული ანუ თქვენ ან დაბალი რაოდენობა არის უფრო საჭირო და უზომოდ ბევრი შეცდომა ქართველებისაც გამიგია უცხოელებისაც გამიგია ძალიან ბევრი უზომოდ ბევრი კლიენტი მყოლია უცხოეთში და აი სულ ყოველთვის ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა რომ ვიღაცა თქვა ვინც ფიქრობს რომ ინსულინის გამოიყენებს მაგალითად 10 ერთეულს 100 გამოიყენებს და 100 ერთეული ხა როცა არის თქვა მოკლე რაღაცა გარკვეული ინსულინი იგი რა თქმა უნდა იქ რაღაცა შანსები ჩდება რაღაცა რისკის რა და ამიტომ ყველაფერს უნდა ჭკვით მიდგომა პროფესიონალებს ახლა ეგ რეალურად არ შეეშლებათ ამიტომ კვების რაღაცა ვარიანტში რაც თქვა კვების ვარიანტები იყო მან ინსულინი ალბათ უეჭველი იქნებოდა ედიხოლის ვარიანტში ინსულინი ასევე გამოყენება განასხვავების ვარიანტში ეგეც რეალურად ათისებას მაგრად ეხმარება ყველა გარკვეული ნივთიერების რასაც ჩვენ IV თერაპიაში გამოვიყენებთ მაგის გარდა თუ მივასაუბარი ახლა დიდ რაოდენობა საჭმლის მონელებაზე უბრალოდ ალბათ ვახსენებ როგორ სიტუაციას ახლა კლასიკური ფერმენტები ბაზარი არის ეგენი ხალხ ფაქტად არავის არ უკვის ეგ არის ერთი ნიუანსი მეორე ნიუანსი ალბათ უეჭველი ბეტაინი და პეპსინი იქნებოდა ძალიან სასარგებლო მაგ სიტუაციაში და ალბათ კიდევ ვახსენებდი უეჭველი მე ბრომელაინს ეგეც რეალურად ძალიან მაგრად ეხმარება მატების ვარიანტში რა ამიტომ ეგ სიტუაცია არის პრიორიტეტული ვიტყოდი რომ აი ჯერ უნდა დალაგდეს კვების ვარიანტი ნორმალურად რომ რეალურად საჭმელი ჩვენ შევითვისოთ და ასე შემდეგ ეხლა უკვე რაც შეეხება ფაქტიურად შეიძლება ითქვას ვისაც მადა არ აქვს ვისაც თქვა აი მონელება თქვა შეიძლება ითქვას რომ კი ბატონო ბაზარი მაგარი აქვს მაგრამ მადა არ აქვს ახსნი ერთ რაღაცა სიტუაციას მე მგონი ვაფშე ასთან მითქვი ხა ექსკლუზივი არის მე მგონი არც დახურულ ჯგუფში ასეთ მე მგონი ამაზე არ მილაპარაკია რო ხშირად გამოიყენებენ ფაქტიურად ეს პრეპარატს ქვია სახელი მეგესტროლი აცეტატი მე ადრე მქონდა გასინჯული მაქვს კიდევაც აქ ჩემი ძმაკაცი რო ეს გუჯა რო სამემზადებოდით მაშინ მაგას ეგეც ხანდახან ხოლმე გამოვიყენებდით მაგას ეგ არის სინთეტიკური ფაქტიურად პროგესტინი არის რომელიც აკეთებს ახლა ისე როგორ ნიუანსს გამოყენდება ეგ თუ არ ავწდები კახექსის საწინააღმდეგოდ ანუ არ არის იმისთვის გათვლილი რაღაცა გარკვეულად არავის კუნთები გაიზარდოს ან რაღაცა დარღვევი დაგებეროს პროგესტინია უბრალოდ მადას ეწევა ძალიან მაგრად კი არა ვიტყოდი რომ კოსმოსურად იმიტომ რომ MK რო ავიღოთ მაგალითად აი MK თუ არის ცვეთში კაი ხარისხის 30 მილიგრამა იმენა აი ვერ დაიძინებ ისეთი შიმშილის შეგრძნება უნდა მოგცეს რა ეს უფრო უარესი არის რა ამასაც გამოიყენებენ ხშირად იმიტომ რომ ისევ და ისევ როგორც თქვი რომ კალორიები შენში რომ შევიდეს თუ მადა არ აქვს ვერ იმას იზავა აი ვერ შეჭამ ფაქტიურად რა ეგ ნიუანსი არის ამიტომ ეხლა იბუტამორინის ბაზარი არ არის ინსულინის ბაზარი არის და მეგესტროლის ბაზარი არ არის ეგ მაგ სიტუაციაში იქით ხშირად ეგენი ეგ სიტუაციები გამოყენდება დანარჩენი ფაქტიურად რაც შეიძლება ითქვას ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი აქვს კი ძილის ვარიანტს ეხლა ძილის ვარიანტს ბევრი საერთოდ ვინც კი რა ვიცი არის მაღალი წონით და რაღაცა ვისაც თქვა ხრინვა რო ქვია რო აწუხებს და რაღაცა იქით საზოგადოებრივ ვინცენეს უყოლა გამოიყენებენ სიპაპებს ესეთი გარკვეული აპარატი რო არის სიპაპი ნახეთ ფაქტიურად ბუქში ეგეც ძალიან საინტერესო არის ნორმალური ძილისთვის და ალბათ ვიტყოდი რომ პროსტო უბრალოდ ძვირია ნორმალური ხარისხის რა ვიცი 2 3 4K მწვანელი ღირს ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის დანარჩენი ხა რაც შეიძლება ფაქტიურად რო ითქვას რომ ის ვარიანტში სტერიკებზე კლასიკა ფაქტიურად აი მელიჩნად რო ვიყო
თქვა და მე უდგენდი თქვა ედის რაღაცა თქვა ციკლს მაგ პერიოდისთვის კლასიკა ტესტი ნორმალური რაოდენობით უეჭველი ნანდროლონი იყოს და გრძელი უბრალოდ გრძელ ნანდროლონს უბრალოდ ის ახასიათებს რომ ცუდი რა აქვს ფაქტიურად ცოტა ისეთ ვარიანტში რა რომ ინდივიდუალურია მაინც და მაინც ჩერეშჩურ როცა ადის საუბარი უკვე დიდ დოზებზე ჩერეშჩურ აკავებს წყალს ეგ მექანიზმია ეგ ჩერეშჩურ აკავებს წყალს კი ბატონო ჰიპერგიდრატაცია ყველაფერი კარგი არის მაქსიმალურად ძალისმიერი პერფორმანსისთვის ანუ ფაქტიურად თუ მივა საუბარი რომ უნდა გადაიქცე იმენა კამე ჩათხო რაც დიდი ხარ უფრო და რაც უფრო რესტორანში ითქვას შეშუპებული ხარ უფრო ძალისმიერი პერფორმანსისთვის ეგ ცვეთში კაი არის მაგრამ ზოგს მე აწუხებს ფაქტიურად უფრო წნევების ვარიანტი ამიტომ თუ თქვათ აი დიდ რაოდენობას ადამიანი გამოიყენებს თქვათ რა ვიცი ნანდროლონდეკანოაც ძალიან დიდი ადგილი აქვს სვეტში ფაქტიურად სარტანებს რა ანუ ტელმისარტანი მაინც მილიონი პროცენტი უნდა იყოს რაციონში და დიდი რაოდენობით ვიტყოდი კიდევ ტაურინი რაღაც გარკვეული ამინომჟავარი რომელიც წნევის ვარიანტს არეგულირებს და ვისაც თქვა აქვს მიდრეკილება მაღალი წნევისკენ მაგ საქმეში მაგრად ეხმარება კიდე ახლა პროსტა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის და მინერალების ბალანსი ახლა მაგდენ ფაქტიურად მართლა ადამიანს თუ მივა საუბარი და მივა საუბარი მართლა რაოდენობა საჭმლის მიღებაზე, თან საჭმლის მიღებაზე, სადაც რა თქმა უნდა იქ იქნება ბევრი მლაშე, მარილი. ლოგიკურია რომ მოხდეს გარკვეულად წყლის ბალანსი, უნდა იყოს ნორმალური რაოდენობა პოტასიუმი, იგივე კალიუმი. ამიტომ, რავი, ალბათ 1-1-ზე უნდა იყოს. რა უხეშად თუ თქვათ არის სოდიუმი, რა ვიცი, დღის განმავლობაში უხეშად, რა ვიცი, 1, 6, 7, 8, 10 გრამი. ცვეთში იგივე რაოდენობა უნდა იყოს პოტასიუმი და მაგნეზიუმიც. ანუ ვაფშე მინერალების ბალანსი, აი მე რაც ფაქტიურად არავინ არ ლაპარაკობს და მინერალების ბალანსი აქვს უდიდესი მნიშვნელობა რა. ალბათ ვიტყოდე წყლის და მინერალების ბალანსი აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სპორტში საერთოდ, მაგრამ ამას ვაფშე არავინ არ აქცევს ყურადღებას. დანარჩენი ახლა ფაქტიურად რაც შეიძლება ითქვას რომ ძლიერ სტერიკებზე სტერიკი რომელიც აი ცვეთში იძლევა ძალას აი ძალიან მკვეთრად და ძალიან თან უწევ მალე ეგ იქნება ალბათ უეჭველი ვიტყოდი ოქსიმეთოლონი რა. ოქსი რო რეალურად ძლიერ საქმეს გინდა ერთ კვირაში, მათ პროსტა 200-ზე არ არის. და ინფორმაცია სხვადასხვა რაც აქ იყო ინტერნეტშიც მე მოვიძიე. ოქსიმეთოლონი იყო მათ ნახსენები. პროსტა ოქსიმეთოლონზე არის იმდენი გარკვეული სიგიჟეები მე მსმენია. ლარიუსს ერთხელ მე მგონი აქვს თქვა 400 მგ-ს იღებდა და მე ვიცი ერთ ტიპი რუსთან მაგას ქონა ჩემთან არებული ეჭედი კონსულტაცია და მაგათ თქვა რომ იღებდა 500 მგ ოქსიმეთოლონს. მე ალბათ მგონია რომ პროსტა უბრალოდ 500 მგ ბევრს ჯერ რაღაცის რომ ბევრს გონიათ რავი რომ აი თქვათ აი ეს რო აწერია თქვათ აქ რაღაცა უეჭველი ეს არის ალბათ უბრალოდ არ იყო ის ტაბლეტი 50 მგ ალბათ იქნებოდა შეინთ უხეშად რავი 20-25 მგ როგორც ბევრი მწარმოებელი იტყუება იმიტომ 500 მგ ოქსიმეთოლონი რავი რა აი არ ვიცი წნევა შეშუპება და რა ვიცი პახოვდო ის არის რომ მართლა რაოდენობა რომ შედის ახლა საუბარი იქ კუჭზე ღვიძლზე ფაქტიურად თირკმელებზე და ერიტროპოეზზე просто იქნება რაღაცა არანორმალური რა იმიტომ რომ ოქსი იცოდეთ რომ ოქსი საერთოდ სისხლს მაგრად ასქილებს იმ პონჩი რომ ერიტროპოეზს აჩქარებს ჩვენს ენდოგენულს და სისხლის ფაქტიურად ისტორიაში რიოლოგიაში კარგად ერევა რა ამიტომ აი ოქსის მოლდენონს ერიტროპოეტინს მაგებს ცოტა ჭკუით უნდა მაქსიმალურად მოხმარება რა ეგენი უეჭველი საჭირო მაგრამ ჭკუით უნდა მოხმარება რა დანარჩენი ფაქტით რაც შეიძლება რომ ვთქვა ესე იგი ამ მომზადების ვარიანტზე რა ზდის ჰორმონზე მივიდეს საუბარი ეხლა ზდის ჰორმონის ბაზარი არ არის ეგეც ფაქტიურად შეიძლება რომ გამოყენდეს მაგრამ როცა გამოყენდება ფაქტიურად ინსულინი ზდის ჰორმონის უფრო მეტი ალბათ ვიტყოდი შინაარსი უფრო არის მაშინ როცა მიდის საუბარი ნორმალურ კონვერსიაზე IGF-ში. თუ ადამიანს თქვათ ზდის ჰორმონის მიღების შემდეგ აქვს ნორმალური IGF-ი რა, ბაზარი არ არის. მაგრამ თუ არის საშუალება და არის ფინანსები ნორმალურად რომ გამოვიყენოთ პირდაპირ უკვე გამზადებული ფაქტიურად სინთეთიკური IGF-ი და პლუს რა თქმა უნდა, როცა მიდის საუბარი მომატებაზე, მანდ უეჭველი უნდა იყოს რაღაცა რაოდენობა ინსულინი, ამიტომ ინსულინიც მაგრად ბუსტავს IGF-ს რა. იქ უკვე ვფიქრობ, რომ ზდის ჰორმონი უფრო შეიძლება გადავიდეს მეორე პლანზე რა. ამიტომ პროსტე კლასიკური, ჰარდკორული, ჩოლბრივი ფარმა, არაფერი ისეთი განსაკუთრებული, ნორმალურად ყვების რაციონი, მაქსიმალური ხელისეწყობა, ტიპი როგორც ყვებოდა, მაშინ მაგ დედლიფტისთვის რომ ემზადებოდა, ვაფშე არაფერს არ აკეთებდა, მიდიოდა მარტო ვარჯიშობდა, მარტო ესე ჭამდა საჭმელს და თამაშობდა Xbox-ს. ამიტომ ნუ მასტი ხალხი არის ერთეულები და უნდა მაქსიმალურად ყველაფერს როგორც თქვი, ჭკუით მიდგომა. ესეთი გარკვეული რაღაცა ის გაგიზიარეთ ინფორმაცია, გაუწიეთ ვარაუდი, როდესაც მომატება გინდათ რა. უფრო მადის ვარიანტს, აი ვისაც მომატება გინდათ და ჯანზე გინდათ რომ იყოთ, აი იბუტამორენი იქნება ყველაზე თქვენი მაგარი დამხმარე, პროსტა ადეკვატურ რაოდენობაში რა, უბრალოდ.
ბევრი რო ლაპარაკობს რაღაცა სისულელეებსო დიაბეტს აჩენს, ეგ არის ზეზეური სიბნელე, თან მით უმეტეს თუ მიდის საუბარი განსაკუთრებით იმ ხალხზე, ვინც არის აქტიურად დაკავებული ფაქტიურად სპორტით, ძალიან რთულია რომ თუ ადამიანს გენეტიკურად მიდრეკილება არ აქვს, დაიმართოს ფაქტიურად დიაბეტი და თან აი ისეთ სიტუაციას უწევ არაოც რომ საუბრობენ 15 მგ ბუტამორენზე, უბრალოდ მეცინება. Просто რადგან თქვა ვიღაცას თქვა რაღაცა თქვა მაინც გადამოწმის მიზნით გინდათ რომ გადაამოწმოთ, მიიღეთ თქვა იბუტამორენი უხეშად 1-3 თვის განმავლობაში კლასიკურად 15-20 მგ დოზირება და მერე ჩააბარეთ კლასიკურად გლიკოზირებული ჰემოგლობინი, ჩააბარეთ გლუკოზა, ჩააბარეთ ინსულინი, შეხედეთ რომ დიდი სხვაობა არ იქნება. ნიუანსი არის იმაზე უბრალოდ რომ ჩემთან ხშირად მოდიან ხალხი რომელიც ვაფშე საერთოდ იბუტამორენი და არც სმენიათ რა არის. აი ბევრი უცხოელი მყავს ფაქტიურად კლიენტი და უბრალოდ სისტემატურად სულ არიან აი ტკბილკვებაზე, ევასებათ ფაქტიურად აი ტკბილეული ყოველ ვარჯიშზე უეჭველი კანონად უნდა იყოს ლიტრ-ნახევარი წვენი ფაქტიურად ჩაქარი და არიან ძალიან მაღალ ნახშირწყლოვან ესთვარიანში კვებაზე რა და მაშინ იქ მაღალი აქვს თომე გლიკოზირებული ჰემოგლობინი ბაზარი არის მაგრამ იქ ემ არაფერს შუაში არ არის ყველაფერი თუ არის რაღაცა რაციონალობის რაღაცა ფაქტიურად ზღვარზე ყველაფერი შეიძლება რომ გაკეთდეს უცებ ბიჭები ეხლა რამოდენიმე შეკითხვას ახსენ როგორ ნიუანს ნელ-ნელა ზოგადად გამალობაში შეიძლება რომ სოციოქსელებში უკვე ვფიქრობ რომ ფიზიკურად სამუშაოდან რაღაც ვარიანტში და რაღაც გარკვეულ ეხლა ახალ ჯგუფს ვაკეთებ ძალიან მაგას და ვფიქრობ რომ ნელ-ნელა ვიქნები უფრო ცოტა და ცოტა სულ ამიტომ როგორ სიტუაციას ვიტყვი YouTube-ს ვეცდები არ ჩავაგდო ვეცდები რომ მიახლოებით თვეში იქნება 3 ან იქნება 4 ვიდეო გამოვიდეს ხოლმე რაღაცა მსგავსი რაღაც ფორმატის, მაგრამ ვისაც თქვა გინათ კონტაქტი ჩემთან და ვისაც არ გაქვს საშუალება რომ თქვა აი კონსულტაცია აიღოთ, გავაკეთე ჯგუფი, უკვე დახურული არის, ტრიბუტი მიმაგრებული არის და იქ გავაკეთებ ხოლმე მსგავს ხოლმე ფაქტიურად ფორმატს, სადაც ყველა შეკითხვას ცეჩი ხოლმე ბიჭებო გიპასუხებთ რა და დანარჩენი აქაც ეხლა უცებ ამოვარჩიე ეხლა მე რამოდენიმე შეკითხვა და ამ შეკითხვას უცებ ბარემ გიპასუხებთ, ვეცდები რომ ვიდეოს და აწუც არ აცდეს. მოდი აი უცებ ვიტყვი ესე იგი. CDP ჰოლინი ალბათ CBD ქოლინი კი ბატონო და ჰიპერზინი რა დოზებით შეიძლება სპარინგის წინ. ქოლინი კლასიკურად ალბათ 500-1000 მგ და ჰიპერზინი ახლა როგორ სიტუაცია არის 100-200 მიკროგრამი. რაც არის კლასიკური დოზირება, მაგრამ მაინც ყველაფერი ინდივიდუალური. შენ როგორ სიტუაცია უნდა გააკეთოს მაგ შენ უნდა ადგე და უეჭულოთ უნდა სანამ რაღაცა მნიშვნელოვანი შეჯიბრი გექნება, მაქამდე დატესტო. ალბათ ოპტიმალური ეს კომბინაცია რაღაცა განსაკუთრებულ სვეტში არ მოგცემს არაფერს ისეც, მაგრამ მაინც შეიძლება რომ სადე მაგალითად როგორი კომბინაცია. ერთი 600-800 მგ მაგალითად ქოლინი და ალბათ ერთი 200 მიკროგრამი ჰიპერზინი. და უეჭველი მანდ უნდა ქონდეს კომბინაციაში კიდე კოფეინი, ერთი 100-150 მგ და შეხედო, ეგ იქნება ოპტიმალური ვარიანტი. თუ თქვა ვაფშე არ გაგისწორდა და ვერაფერი ვერ იგწენი, მე უკვე შესაბამისად დოზირება შეგიძლია რომ მოუმატო. მაგრამ ჰიპერზინზე თუ მივასაუბარი, რა ვიცი, 300-ზე მეტი წვეთში არა ისეჭირო. ესე იგი, შემდეგ გიო ანავარზე რა სიტყოდი, მაგის კურსის დროს უეჭველი გჭირდება ანალიზები და როგორ შეთავსდება სარნებთან კურსის ანავარი შენაზე. სარნებთან კურსის შეთავსდება ანავართან ერთად იდეალურად. Просто ნიუანსი როგორია? ანალიზები როგორი პონტია? ანალიზებს თუ შევეხებით, ანალიზებს თუ ჩემ მოსაზრება ხო ყველა მისით რომ რავი, ყოველ 5-6 თვეში ერთხელ მაინც ჯობია რომ ანალიზები ჩაბარდეს, ამიტომ მაინც ჯანმრთელობაა ხა ეგა და როგორ სიტუაციას ავხსნით? თუ ფინანსები არის ჯობია ჩაბარდეს, მაგრამ ოქსანდროლონზე თუ მივასაუბარი, დიდი ხანი no. თუ ადამიანს თქვა არ უნდა რაღაცა თქვა ინიექციები და უნდა თქვა რაღაცა ლაითი კურსის ვარიანტი, ტაბლეტიროვანი ეგ უნდა იყოს ალბათ ვიტყოდი მიახლოებით 1-6-8 კვირა. იმიტომ რომ იცით რომ LH და FSH ქვევით წამოვაიგრევე, ანუ ტესტი რაღაც რაოდენობა უკვე დაიკლებს მიახლოებით მეორე-მესამე კვირას და უკვე მიახლოებით აი 2 თვის პიკზე ან უნდა დაემატოს ქორიონული გონადოტროპინი დაბალი რაოდენობით, რომ რაღაცა თქვათ ტესტის პონტი იყოს. ან თქვათ უკვე უნდა ადამიანი შეეშვოს და გადავიდეს კომიდი და ენკლომიცე. ოქსანოლონს თუ შევეხებით დოზირებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ოქსანოლონს თუ შევეხებით ღვიძლის კუთხით, სისხლის სეროლოგიის კუთხით, ეგ არ აფუჭებს სვეტში, მაგ მოკლე პერიოდში, ანუ სისხლის გასქელების თემები და ერიტროპოეზი არ იქნება, აი 99% მაინც ყველაფერი კი ინდივიდუალურია, მაგრამ დიდი ალბათობით გეუბნები ამ სიტუაციას რა და ღვიძლის თემაშიც არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, მაგრამ ეხლა ნაკი რო დაამატო გინეს ერთი 600-1200 მგ, ეგ ცუდი არ იქნება, NAC. და სარნებთან შეგიძლია რომ შეათავსო უკეთეს შედეგისთვის, იმიტომ რომ ერთი რაღაცა ყოველთვის მოსაწყენია, ყოველთვის რაღაცა ვთქვათ 2-3 რო არის გარკვეული რაღაცა სინერგია უკეთესი რა და თუ მიდიხარ მაგ იმას რომ მე უეჭველი მაინც რომ შეეშვებ ოქსანდროლონს, მაინც რომ დალიო კლომიდი და ენკლომიდი
ჯობია რომ ბარემ გააკეთო უკვე შედეგიანად, ანუ ნორმალურად და ჩემი აზრით თუ მომატების თემა გინდა დაამატო მაგალითად ლიგანდროლიან დაამატო მაგალითად ისა MK თუ თქვათ გინდა მაქსიმალურად აი მაგარი კაი თემა რასაც ფაქტობრივად მე ვაკეთებ ხოლმე მე პროსტა ტესტი მაქვს ცოტა რაოდენობა ანუ 120 მგ 120 მგ მაინც მაქვს ეგზოგენური გარედან და მაქვს ხოლმე როგორი თემა მიახლოებით 10 მგ შეიძლება 5-5 ოქსანდროლონი დავლიო ხოლმე 5-5 მგ დილდა საღამოს და შეუბერო ხოლმე როგორი თემა S4 გაუშვა ხოლმე მიახლოებით 25 მგ დილდა შუადღეს და კიდე დაჟე შეიძლება დავამატო RADAS 50 მომეწონა ძალიან ხა ბოლო ხანებში მაგას დაუმღამე უკეთესი არის RADAS 50 გრძელი მოქმედების არის და თითქოს ოდნა უფრო რაღაცნაირად აი ხორცის მხრივ უფრო კაია რა ამიტომ თუ ამ სიტუაციას თქვათ გინასადო ოქსანა თუ რადგან ოქსანდროლონი სამოფესი იგი უფრო მშრალი გინდა ის ვარიანტი რა ხოდი და просто ოქსანდროლონი ხა კაი ხარისხის თვეში ძალიან რთულია იშოვა მაგრამ თუ იშოვე ოქსანდროლონი S4 და მაგალითად RADAS 50 იქნებოდა იდეალური ვარიანტი და კიდე რაღაცა თქვა ზევიდან ბონუსად მაგალითად მიოსტატინის ინჰიბიტორი ეპიკასეტინი არის ბუნებრივი ფლავონოიდი და კიდე შეიძლება რომ მაგალითად სხვა კიდე მექანიზმიც ერთი დავა ბიოჰაკინგოთ ფოსფატატიკის მჟავა დაამატო როგორც ფაქტიოთ mTOR-ის აქტივატორი აი ეს რაღაცა მრავალი პონტი შეიძლება რომ გააკეთოს მაგრამ просто მე ვეჭველი კომიდენ დალიო და ერთ შეკითხვასაც უპასუხებ და ბიჭები ეგ არის წავალ კერდის დასაფამფად. ესე იგი, hello bro, ჟელატინი ახსენე მყესებისთვის ამაინტერესებს ერთი წლის მქონდა მყესი ფეხზე გაწყვეტილი. ამის მერე ვერ ვიყიდე მოკლედ კუნთიფ და და ოდნავ ძალას რო დავატო მყესი მეჭება და მკივარას მიჩევ როგორ მოვიქცე. PS ექიმები შემოვლილი მაქვს. ახლა დავიწყე ჩემით კრეატინის დალევა კოლაგენის გლუტამინთან. ქვევით იყო ძალიან საინტერესო კომენტარი. სახეს ვერ ახედავ, მაგრამ ვიღაცამ დაუწერა. მაგ ამ კომენტარს ხო ფულს გაში არ გიპასუხებს. აი ბიჭები, როგორი სიტუაციაა ფაქტიურად? მოდი თავს ნუ მოვიტყუებთ და ნუ რაფერს ის ვარიანტში ნუ ვიტყვით, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ამ ცხოვრებაში ახლა დამოკიდებული არის ფინანსებზე. აი იგივე ნატურა, იგივე აი ეს კომპიუტერი რო ანათებს, იგივე თქვათ ახლა ეს ავით ტელეფონი, კომუნალურები ყველაფერი ფულთან არის აგებული და კი, ეს არის ჩემი გარკვეული პროფესია. ეს არის უზომოდ ჩემი 20 წლის ნატანჯი თავის და აი უამრავი side effect-ები, აი რა არ გამივლია, რა ამდენი ფული არ მაქვს დახარჯული ექსპერიმენტებში. ეგ არის ჩემი გარკვეული შრომა და ეგ არის ზუსტად ჩვენი პრობლემა ქართველების, რომ ერთმანეთის შრომა უნდა დავაფასოთ, ანუ ეხლა თქო რომ მიხვიდეთ თქვა ვიღაცა ადამიანთან თქვა და სამუშაოს ეძებთ და ის გეუნებათ რომ არა ეუნა იმუშაო თავინა 2 თვე 3 თვე უფასო. იგივე თემა არის. მე ამ შეკითხვას ახლა უეჭველი გიპასუხებ და უბრალოდ როგორ სიტუაციას აღნიშნავ. ვისაც ფაქტიურად მესმის რომ აი არა აქვს თქვა კონსულტაციის თქვა თანხა აი მსგავსი რაღაცა ფორმატისთვის, ანუ მინდა რომ მაქსიმალურად ხალხს მოუტანოს სარგებელი. ჯგუფისაც გავაკეთე ჰიბრიდ ბიოჰაკს. გინა მე მომძებნეთ, აქაც უეჭველი ქვევით ჩავაკრავ. ანუ არის უკვე ბოტი მიმაგრებული. ეხლა არის გადასახდელი 12 евро. საიდანაც თვე იქ საკომისიოს გარდა მე მხვდება მიახლოებით 10 евро. ეგ არის სიმბოლური უბრალოდ თანხა. იმისთვის რომ იქ რაღაცა გარკვეული community გავაკეთო, ვისაც მსგავს რაღაც უბრალოდ შეკითხვებზე გიპასუხებ, თან ისეთ რაღაცა გარკვეულ ინფორმაციას მანდ ვალაგებ, რაც მე ჩემ თავზე მაქვს გავლილი და ნეტა იყოს ან სხვა ჯგუფი ან ყოფილიყო 10 და 15 წლის წინ ისეთი აი მსგავსი ჯგუფი, რასაც მე ვაკეთებ, რომ მაშინ დამენახათ და რაღაცა შეცდომები მე არ გამევლო თქვა და ამიტომ სწორად გამიგეთ ბიჭები ყველაფერი, მე მაქსიმალურად ვცდილობ აქტიურობას, თან ხო ჩემი სამსახური მაქვს, ანუ კლიენტურა მყავს სისტემატიურად, ჩემი ცხოვრება მაქვს, ამიტომ ყველას ვისაც ვერ გპასუხობთ, ნუ მინაწყენდებით და შემოდით იქ ჯგუფში იქ გიპასუხებთ. რაც შეეხება შენ სიტუაციას უყურე bro. ჟელატინი ვახსენე, მაგრამ ჟელატინი რაღაცა გარკვეული სასწაული არ არის. ეგ როგორც რაღაცა გარკვეული ერთ-ერთი ჯაჭვის მექანიზმი არის, ბაზარი არ არის. შეიძლება რომ გამოყენდეს, მაგრამ შენ თუ რეალურად მყესი გქონდა გაწყვეტილი, შენ ცვეთში დაგხატავს მინიმუმი 1-2 თვიანი ნორმალური სულფასოვანი ციკლი პეპტაიდების და თან ნორმალური დოზირებების. მაგალითად შენ მაგრად მოგიხდებოდა BPC-ზე ხო პროსტა 2 აზრი არ არის. მაგრამ BPC ბევრი იკონ 200 მიკროგრამი დღეში ერთხელ ორჯერ კაია, ან 500 მიკროგრამი ერთხელ კაია, BPC კეთდება ბევრი. BPC მუშაობს მიახლოებით 10-12 მიკროგრამი კილოგრამზე. თუ DP არის მიახლოებით 100 კილო, აი მილიგრამ ნახევარი უნდა გაიკეთოს დღეში, რომ მაგან ნორმალური შედეგი მისცეს. ამიტომ შენ როგორ თემას გიჩვედი მე შენს მეო. BPC იქნებოდა იდეალური ვარიანტი.
თავიდან დაბალი რაოდენობით TB500-ით შეიძლება რომ გამოყენდეს მიახლოებით კვირაში გინდას 1-2 მილიგრამი რა. იდეალურად მოუხდებოდა მაგ სიტუაციას კლოვი არის 4 პეპტიდია, შიგნით ესე იგი თუ არ ავსდები არის BPC, არის TB500, არის კიპივი და არის GH კუპერი. აი ეგ 4-ვე არის სასწაულად ძალიან მაგარი სარეგენერაციო და სარეაბილიტაციო ფაქტორ პეპტაიდი. ეგ იქნებოდა იდეალური მაგ სიტუაციაში. და მაგას ალბათ ვაფშე დახატავდა კვირაში გინდას 1-4 5 ინიექცია კლასიკური GH-ი დისჰორმონი რადგან ეგეც კოლაგენის სინთეზს კარგად ეწევა, გინდას 1-2 ერთეული კვირაში როგორც გითხარი 4-5-ჯერ. იმიტომ რომ რაღაცა ვთქვათ ისეთი IGF-ის თემის თემაში ეგეც IGF-საც აწევს. ანუ რეგენერაციის პროცესი უფრო იქნება უკეთესი. ამიტომ ეგ პეპტაიდებიდაც გითხარი, თუ თქვათ GH-ი არ გინდა, მაშინ შეიძლება გამოყენდეს კლასიკური იბუტამურენიც მაგ სიტუაციაში. და მაგას მოუხდება კიდე ალბათ თუ მივასაუბარი ბადების თემიდან ალბათ MSM-ი, სერაპეპტაზა, ბოსველია, ნიაცინამიდი, სილიცა, აი ეს იქნებოდა უფრო ის ვარიანტში ნორმალური პონტი რა. ეგა. და უკვე ზევიდან შესაბამისად ჟელატინით შეიძლება რომ გამოყენდეს. ამიტომ ჟელატინით ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ იზავ, როცა მით უმეტეს შეინძახი რომ მყესი ფეხზე ქონა გაწყვეტილი. აი იქნება ყველაზე ისეთი ნორმალური ვარიანტი, არა ჰორმონალური, ანუ არაფერს თქვა აი ციკლი შემდგომი თერაპიული რაღაცები არ იქნებოდა საჭირო, ესეთ ჩოლობრივი ლაითი პონტი, რაც აი სვეჩი გეუნები რომ 1-2 წლის განმავლობაში რადიკალურად მოგხოდოს. ამიტომ აი ისევ და ისევ თუ მივასაუბარი რაღაცა თქვა შედეგიან ვარიანტზე, ძალიან რთულია ჩაეტიო რაღაცა მცირე ფინანსების ვარიანტში 100 და 200 ლარი. რა ნორმალურად თუ თანხა ფინანსები არის, საერთოდ ჩამოთვალე ეს სვეჩი 10-95% მაგრად დაგეხმარება. მოკლედ ბიჭები, ესეთი გარკვეული პოდკასტი, რა ვიცი, როგორც თქვი ფაქტიურად შევესწრები YouTube-ი არ ჩავაგდო. დანარჩენი შევხედავთ, მაგრამ ცოტა აგვიცივდა, რა ვიცი, ფაქტიურად თავს გაუფრთხილით ყველა იყავით ჯანზე. გადაუზიარეთ ხომ ეს ვიდეო მეგობრებს და სურვილები გელოდებით ჰიბრიდ ბიოფაქში. აქ ფიქრობ რომ ქვევით უეჭველი ჩავაკრავ რაღაც გარკვეულ ლინკს. აბა ყველას დროებით, ადიოს.